ყუები. ტაკტიკას გაიჩინე. სამწუხაროდ ეს ქალები ძმაო, ანუ არავის არ გეწყინოთ. გვერდზე არ იხედებიან რული და წინ. კვირა დღე არის. ხო შეიძლება რომ დავიცინოთ, მაგრამ არა. ეხლა წავალთ დიღმის ბაზარში. ერთ ადამიანს უნდა შევხვდეთ, ძალიან მაგარი თევზები უნდა მოგცეს. და მოვიყვანთ და აკვარიუმში ჩავსვათ. ხო. სხვათა შორის დიღმის ბაზარში ვიღაცებს ყავთ თევზები რა. ხო და ვნახოთ რა იქნება. შეიძლება ავარჩიოთ კიდე ერთი თევზი. ნახოთ. ხავდგები დავიბან მოუწესრიგდები 10 საათია დილის. 11-ზე უნდა ვიყო იქ. შევხედოთ. მოკლედ მეგობრებო, მე ხავდექი ცოტა მოუწესრიგდი, პირ დავიბანე რამე რომ მე გამომხესდი. მაგრამ მაინც რაღაცა ნიტო ვარ და ეხლა გამახსენდა რომ გუშინ კარგად დაღლიეთ, არა უშავს რა და ცოტათი პახმელია ვარ. ხარსტუხი არ მიკეთია. ხო და აქ რატომ მოვედით? გაჩვენებთ, ხო, 11-ის ნახევარია. ამ ყველაფერში დამჭირდა 9 საათი. და ტაქსი გამოვიძახე. 6 წუთში მოვა. და წავალთ. ხო, სხვათა შორის გუში ლიფტი არ მუშაობდა. მე 11 სართულზე. და ნახოთ ეხლა დღეს იმუშავებს თუ არა და ფეხით მომიწევს ჩასვლა. და აქ რატომ მოვედით ეხლა აკვარიუმს გაჩვენებთ. ასე გამოიყურება ჩამქრალი, ანუ ჩაბნელებული აკვარიუმი. გარედან შემოსული შუქი ანათებს, მაგრამ პირდაპირი დარტყმა შუქის არ აქვს და არც უნდა ქონდეს აკვარიუმს, იმიტომ რომ თუ მზე ანათებს აკვარიუმს, ესევე იმ ადგილას, სადაც ანათებს, გაუჩნდება ხავსი. ხო, როგორი თევზები უნდა მოვიყვანოთ? იქ ადგილზე კი არა და რომ მოვიყვანთ მე რა გაჩვენებთ, სიურპრიზად დავტოვოთ. 3 ცალი თევზი უნდა მოვიყვანოთ როგორც მინიმუმ და ნახოთ ეს. გავწმინდოთ. კარგი, წავედით. ხო. ნელა ადამიანს ვერ მსგავსები, ხო და გაგიმარჯოთ ყავასო. სხვათა შორის ეს არის ჩვეულებრივი ნალექიანი ყავა და ზოგადად მირჩევია ამერიკანოს ან კაპუჩინო, ესპრესოს, ანუ დიდ პორციან ყავებს რა, უფრო ძალიან გბერავს და რაღაცა ნიტო არის სხვათა შორის რა, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვსვავ რა, დღეში ერთხელაც ვერ ვსვავ. და ეხლა უბრალოდ დილით ძალიან მაგრამ მჭირდებოდა და მაგარია რასწორებს. იქით ბავშვი ყავთ. დილით ცოტა ვეთამაშე. და მოვიდა ტაქსით, წავედით. ეხლა იმედია ლიფტი იქნება ჩართული. ლიფტი მუშაობს. ძალიან კაი არის. ნახოთ როგორი არის. ასწორებს. მე-11-დან ფეხით ჩამოსვლა არ მოგვიწია გააკეთეს მალე. აი. მოიხავ ვიპოვოთ. მოკლედ წავედით. ძალიან კომფორტული ტაქსი შევხვდა. Пандурაა ჩართული. თუ რა ქვია, ვიცი. აი გასაგებია ახლა უკვე რომელი ტაქსის კომპანია არის. და წავედი რა, გზას აღარ გადავიღებ და პირდაპირ იქ რომ მივალთ, მერე დავბრუნდებით. შევაცვლეთ. გამოვიტანოთ, მოდი 55 ლარი. მოდი 50-იანს დავგვიშლის.
და გვირეყავს ის ადამიანი, ვისთანაც უკვე უნდა შევხედროთ და იქ უნდა ვიყოთ. კაი, უპასუხებ. მოკლედ მოვედით. აი, დაახლოებით ამ ადგილას არის გალფის კალონკასთან, ვისაც დაგაინტერესებ, შემდეგ შეგიძლიათ ან ბელიაშვილის ქუჩაზე არის. ერთი წამი. უკან გამოიხედეს არკეში შეიძლება. უნდა მისცეს. სამწუხაროდ ეს ქალები ძმაო, ანუ არავის არ გეწყინოთ. გვერდზე არ იხედებიან რული და წინ. სო, აი პატარა ლეკვი. არ ინტერესოვანი. აი კი წავიდა გზაზე შეუხვია. ზაღლებში სხვათა შორის არ ვარ საერთოდ ჩახედილი და არც ვიცი რა. აი აქედან უკვე იწყება თევზები და რამე რომე. მაგრამ აქ იმდენი არაფერი არ აყავთ. წამოვა მივიდეთ მაინც. ეს კოკინები შეიძლება რომ ვიყიდოთ. და პატარა ამ ციტრუსები. სხვა არაფერი არ არის საინტერესო. პატარა ციტრუსი. არ შეიძლება გადაღება. რატო? მართლა? წავუნახავ. გადაღება არ შეიძლებაო. კაი, მოკლედ ნახავ. ადამიანს და აუ რა ლამაზია. ინდეს ლურჯი აიღეს საჭიროებია. აუ ესენი არის? ორაკი არის ოფასენ არის. ეს გალიაში დასწავლ ნახე რა. აი ესენი საყვარელი. თუ აიღებ დავატო. არა. Короче, ხა დავრეკავთ და მე კიდე გადავიოთ რა. მოდ დავათვალიეროთ. კი გასა როგორ არა? აუ, ზონისა. პირდიტიანია რა. ხო რა. გონი ეს ძორი. ხო. ეს ტარა კარტონები მაგარითება არის. ყავს პატარა. აქაც ისეთი არაფერი არ არის საინტერესო, მე რაც მინდა. ერთადერთი შეიძლება როდოსტომუსები, ანუ წითელთავიანები დავითრიოთ. ჯერ არ ჩანს არაფერი. მოდი აქეთას. ნეონები. ერთი ადგილია რა, იმენა მარტო როგორ ჩაუშვა დედალი საინტერესოა. ოუ, კუები. კუები რა გის? აჰა. როდოსტომუსები არავის არ აყავს? არ უცვი არ ნეონებს ვერ წავიყვან სამწუხაროდ. ამო ეს წყალმცენარეები. ამას გადაყვან. მაგრამ ისეთი არაფერი არაა. ესენი არიან აფრიკული ციხლიდები, ჩვენთან ვერ წავა. მოდი აბა აქაც ვნახოთ. სცენარები. იგი დავიცვათო.
ანუ ისინი არ ყავთ მე რაც მინდა რა იდეაში. ყავთ პატარა თევზები. მოკლედ წავიდეთ. თევზები ჯერ არ მინახავს. დარწმუნებული ვარ კარგად არიან. უცხოთა შორის ამდენი ხალხი აქვს, არასდროს არ მინახავს. ძალიან ბევრი ხალხი არის. წავედით ხა. დავბრუნდეთ თემქაზე. მეტაკაც გაიჩინდა. წავედით ხა მოკლედ. სახში დავბრუნდებით და ვნახავთ თევზებს. მოკლედ მოვიყვანეთ თევზები, პარკით ჩავსვით ესევე, რომ ტემპერატურები გათანაბრდეს. ეხლა შუქს ავანთებ აკვარიუმში. ვნახოთ როგორ ენთება. ეს არის ფილტრი და აქ არის ეს. საინტერესოა. მოკლედ, აი ეს თევზებია. ზუსტად ის ჯიში არ არის, რაც ეს, მაგრამ ესენი ძალიან კარგები არიან. ნუ ჯერ ფერი არ აქვს მიღებული, იმიტომ რომ სტრესის ქვეშ არიან. ეშინიათ რამე და შეიძლება შეწყვილდნენ ამ თევზებთან და თუ შეწყვილდებიან ძალიან მაგარი იქნება. ყოველ შემთხვევაში ხა 1-10 წუთი დაველოდები, რომ ტემპერატურები გათანაბრდეს აკვარიუმის დამწყლის და შემდეგ უკვე გავუშვათ. ეს ეფექტი მინდა რა. აი. მე გავუშვი რა. და საკაიფო თევზები არიან, ეს მე მგონი მამალია. მაგრამ იმისნაირი ზოლები ვერ აქვთ, ხა ხო ხვდებით. ერთად იცურავებენ და ძალიან მაგარი იქნება რა. ძალიან გალამაზდება ჩემი აკვარიუმი. ნახეთ, არ ვიცი, აბა შეაფასეთ რა. ერთი და იგივე ჯიში არ არის აშკარად, უბრალოდ გვანან ძალიან. და რავი, იმედია მოგეწონათ ჩემი თევზები. ჩემი აკვარიუმი, კიდევ ერთხელ ნახეთ, ვისაც გაინტერესებთ სხვა ვიდეოებიც მაქვს აკვარიუმზე, წყლის გამოცვლებზე, მცენარეების ჩარგვაზე, ეს ყველაფერი რეალური ან ბუნებრივი მცენარეებია და ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად უყურეთ იმ ვიდეოებსაც. წარმატებებს გისურვებთ ყველას მეგობრებო და მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს და ლაიქეთ აუცილებლად. Be strong to hold the powers of the sun. To dream, believe in strength. Now I'm the only one. Only one. I was an ordinary boy until I broke the rules.